Დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, რეკლამის შემდეგ იმედია ისევ გვიყურებთ დავაპირველზე საქმიან დილას და გვისმენთ რა თქმა უნდა რადიოების თბილისის და ჰერეთის საშუალებით შესაბამის სიხშირეებზე 102 და 8 და 93 და 5 და 10 ფლად დავიწყებული და კარგად ნაცნობი თანაწამყვანი გიორგი კებულაძე შემოგვიერთდა ახლა პირდაპირ ეთერში. გიორგი საქმიან დილის მაყურებლებისათვის კვლავ და ტრადიციულად ყოველკვირეულ რუბრიკას გაუძღვება ჩვენთან ერთად და ახალ სეზონზე იზრუნებს უკვე ფინანსურ განათლებაზე. ყოველ დილით საკმაოდ საინტერესო რჩევებს მოვისმენთ. არასაკმარისი ფინანსური განათლება, რის გამოც მოქალაქეების დიდ ნაწილს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისას პრობლემები ექმნება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს? თემის დეტალები ვნახოთ თათია ჩაფიჩაძის, გურამ ხუნდაძის და დიმიტრი ხუციშვილის სიუჟეტში. საქართველოში ჩატარებული ფინანსური განათლების კვლევის შედეგების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობას საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს. ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 97%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა ამავე კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების შესახებ არასათანადო ინფორმაცია აქვთ. გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში მოკლევადიანი ფინანსური მიზნით ინახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბალ ფინანსურ განათლებაზე მიანიშნებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Standard & Poor's-ის ანგარიშიც, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ფინანსურად განათლებული ზრდასრული მოსახლეობა მთლიანი პოპულაციის მესამედზე ნაკლებია. საქმიანი დილის მიერ გამოკითხული რესპონდენტების პასუხები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან მათი ურთიერთობა ხშირად წინასწარ გაუაზრებელია. არასდროს არ ჩამიქლია, რომ დამდგარიყავდა წამეკითხა ის თლიანად ხელშეკრულებაში რას მოიცავს რა. ჭირდება უბრალოდ და იღები თანხას. შეიძლება არ არის ის პროცენტიც შენთვის მისაღები, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არის, იძულებული ხარ. განმარტებით გამოვიტანე რაღაცები. და 0%-იანია, 0%-იანია. თუ არ დავაგვიანე გადახდა 0%-იანია. ზედმეტად თქვა საფო 500 ლარამდე და 20 ლარი გამომდის ზედმეტი გადახდა მომსახურე. იცით რა არის ეს 20 ლარი? არ ვიცი. ჯობესია რომ თითოეული ჩვენთაგან იყოს რაღაც ბუკლეტები და ეს და თვითონად გაეცნოს არა ესეთი ფინანსურად ჩახედული ვინც არ არის რომ მისაწოდომი იყოს ჩვეულებრივი ადამიანისთვის. მარტივ ენაზე იყოს დაწერილი. დასაკეთებენ ბანკები იმისთვის, რომ მომხმარებლამდე კონკრეტული პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მივიდეს. VTB ბანკში ამ კითხვის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ამ მიზნით ბანკი საკუთარ თანამშრომლებს მუდმივად ამზადებს. იმის გარდა რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია ხელშეკრულებები იდება და პირობების ახსნა თანამშრომლების მიერ ხდება დეტალურად ყველა მომხმარებლისთვის. ბანკი ჩართულია პროექტში, რომელიც მიმართულია ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მოზარდებში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ ამ ცოდნით უკვე შეიარაღებული მომავალში, რათა მოუწევთ ბანკთან ურთიერთობას. არსებული რეალობის გათვალისწინებით ექსპერტები სასკოლო პროგრამაში ეკონომიკის საფუძვლების დამატების აუცილებლობაზე უკვე წლებია საუბრობენ. თუმცა როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქმიან დილას განუცხადა, პროგრამაში ახალი საგნის დამატება არ იგეგმება. ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით განათლების სამინისტრო სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა საგანში დამატებითი სავარჯიშოების ინტეგრირებას გეგმავს. ამჟამად მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება, უკვე დასრულებულია დაწყებითი საფეხურის, ანუ პირველი მეექვსე კლასების სტანდარტები და შევეცადეთ, რომ გარკვეული ელემენტარული საკითხები ფინანსური წიგნიერებიდან აგვესახა უკვე ამ გადამუშავებულ სტანდარტში. კონკრეტულად მესამე მეოთხე კლასიდან შემოდის ახალი საგანი მე და საზოგადოება, სადაც არის შემოსული სწორედ ფინანსური განათლების ელემენტები. ეს საკითხები გრძელდება ასევე მეხუთე და მეექვსე კლასებში, ეს მიმართულება მთლიანად ინიციატივა და მეწარმეობა. და შემოდის უკვე ისეთი ცნებები, როგორიც არის მაგალითად დაზოგვა, პირადი საკუთრება, რაც წარმოადგენს და ასე შემდეგ. ამჟამად მიმდინარეობს მე-7 მე-9 კლასების საბუნებრივი სტანდარტების გადამუშავება და ვფიქრობთ, რომ ფინანსური წიგნიერების და განათლების საკითხები აისახოს შემდგომ საფეხურზეც. აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს ჯუნიორ ეჩიუმენტის საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გეგეშიძე, თუმცა გეგეშიძე მიიჩნევს, რომ პროცესის გამართულად მუშაობისათვის პირველ ეტაპზე თავად პედაგოგების გადამზადება უნდა მოხდეს. ამ საგნის ინტეგრირება
დღეიდან და ხვალიდან ალბათ ძალიან გაჭირდება და ამ კომპეტენციებზე გასვლა. ანუ მთავარი არის ის, რომ ალბათ მე მესახება ის, რომ ვინმემ სპეციალისტმა უნდა დაჯდეს და ყოველი საგნობრივი ჯგუფისთვის კლასების შესაბამისად უნდა გააკეთოს რაღაც სავარჯიშოებისა და აქტივობების კრებული, რომელიც სახელმძღვანელო გახდება თითეული პედაგოგისათვის თითოეულ საგანში. აღსანიშნავია, რომ განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა ძალაში 2017 წლიდან შედის. და დაპირებული დილის ფინანსური რჩევები და უკვე წარდგენილი გიორგი კაპულაძე და მისი სტუმრები დღეს საუნა მოისტრაფეშვილი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის ადგილობრივი წარმომადგენელი არის ჩვენთან სტუმრად და ასევე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი ნათია ჭყონია. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით გიორგი. წარმატებებს გისურვებ პირველ ეთერზე უკვე განახლებული რუბრიკით და დავწყოთ. ოჯახში. გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ დავბრუნდით, რადგან ჩვენ ერთად ყველანი ვფიქრობთ, რომ ის თემები, რაზეც ვჯელობ ჩვენ ამ რუბრიკაში, არის ძალიან საინტერესო მაყურებლისთვის, ძალიან საჭირო. შეიძლება ითქვას, სიუჟეტიდანაც ჩანდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს პრობლემა ფინანსური ინსტიტუტებთან ურთიერთობისას. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, რომ ამ სეზონის განმავლობაში კიდევ ერთხელ ზოგი თემა გავიმეოროთ და თავიდან უყვეთ და კიდევ ერთხელ დაუზუსტოთ თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღებას სხვა სიუჟეტმა საჩვენა რომ ეს გამეორება აშკარად გჭირდება. და შესაბამისად ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ძირითადი პარტნიორები რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არიან ეროვნული ბანკი, არის გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი და ერთობლივად ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ სწორედ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით შეეხება ამ კომპონენტს, ძალიან საინტერესო კვლევაც ჩატარდა ამასთან დაკავშირებით და ალბათ ყველაზე საინტერესოა თვითონ თავად ფინანსური განათლება რას გულისხმობს. ეს არ არის რაღაცა ტრადიციული ტიპის განათლება, რომელსაც რაღაც ციკში წავიკითხავთ, ანუ რაღაცა მეცადინეობას დავესწრებით და გვეცოდინება. ეს არის ძალიან კომპლექსური, სხვადასხვა განმარტებები არსებობს და მე სალმეს მინდავთ ხო, რომ გითხრათ ზუსტად რა იგულისხმება, რას გულისხმობენ ჩვენი გერმანელი კოლეგები ფინანსურ განათლებაში, რას გულისხმობენ უცხოელი კოლეგები და ჩვენ სად ვართ ამ შემთხვევაში? არ ჩვენც ყველასთან ერთად ვართ, ამ კლასიკური განმარტება ფინანსური განათლების არის, რომ ეს არის ისე ვთქვათ ეკონომიკური განათლება უნდა გადავდოდა საბანკო საქმის ცოდნა გვერდზე და კიდევ ერთხელ არ აგვერიოს ეს ერთმანეთში. ეს არის უნარჩვევების ერთობლიობა, რის შედეგადაც, რის შეძენის შედეგადაც ადამიანი ღებულობს მისთვის სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებას და თავიდან იდიდებს ამა თუ იმ ფინანსურ რისკებს და საბოლოო ჯამში შედეგად უმჯობესდება მისი ფინანსური ბიუჯეტი მდგომარეობა და ასე შემდეგ. ანუ საერთო ჯამში მის კეთილდღეობას ხმარდება ეს. ანუ გადაწყვეტილებებს რაც გულისხმობთ გადაწყვეტილების მიღებას ეს არის ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობა ცესხის აღებისას თუ დანაზოგის გაკეთებისას რა იცოდეს მისი უფლებები იცოდეს რისკები გაანალიზოს ეს რისკები თავი დაიზღვიოს ამისგან ასევე ისწავლოს ბიუჯეტირება საკუთარი ხარჯების აღრიცხვა შემოსავლების ესე ვთქვათ ცოდნა ზუსტად და გათვალისწინება გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინება დაზოგვის ჩვევის გამომუშავება ანუ ეს არის ჯამში რაღაც კომპლექტი უნარჩვევების რომელსაც ადამიანი იძენის ბავშვობიდან ან აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ დავიწყოთ პროცესი თუნდაც საბავშვო ბაღიდან და შემდეგ უკვე ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას იქ სწავლისთვის გჭირდება ფული დაოჯახებისთვის შვილისთვის საპენსიო ასაკისთვის მომზადებისთვის თუნდაც ანუ რაღაც გარდამტეხ ეტაპებზე შენ ხარ ფინანსურად მზად რომ გაუმკლავდე ასევე პრობლემებს ასევე ხარჯებს და რაღაც მობილიზებული ხარ თავს გზნობ დაცულად და ძალიან საინტერესოა რომ გამყოფენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ეტაპებს, როდესაც მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება უხდება ადამიანს უკვე დამოუკიდებლადაც. სწავლის დაწყება, თქვათ რაღაც უნივერსიტეტში ჩაბარება, შემდეგ დაოჯახება, იგივე სახლის შეძენა და ამ მნიშვნელოვან ეტაპებზე სწორედ ეს არის ძალიან არსებითი, რომ იმ მომენტში ადამიანმა მოახერხოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და ამისთვის კი ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ამისთვის საჭიროა სწავლა ბაღიდან მე მგონი ეს ინვესტიცია ხო რეალურად ხო საკუთარ თავში აკეთებს ადამიანი ძალიან მარტივად განათლების მიღებით აკეთებს ინვესტიციას იმაში რომ შემდეგ რაღაც შემოსავლები არ დაკარგოს გადახარჯვა არ მოუვიდეს ამ მიმართულებით საქართველოში რა თქმა უნდა იგივე ეროვნული ბანკის კვლევა მაჩვენა რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა თუმცა გარკვეული ნაბიჯები სწორედ ამ კვლევიდან გამომდინარე გადაიდგება შემუშავდა ეროვნული სტრატეგია ფინანსური განათლების და ნათიას მინდობთ ხო იქნებ გვესაუბროს დეტალურად რა აწერია ამ სტრატეგიაში და რას
ასაკეთებს ეროვნული ბანკი სხვა პარტნიორებთან ერთად ფინანსური განათლების ასამაღლებლად. ამ სტრატეგიის ძირითადი მიზანი სწორედ ის იყო, რომ მოხდეს კომპლექსურად სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების რესურსების და იდეების კოორდინაცია და შესაბამისად მობილიზება. იმიტომ რომ ფინანსური განათლება, როგორც უკვე გიორგიმაც და სალომემაც ახსენა, ეს არის სხვადასხვა აქტივობების ერთობლიობა, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა სეგმენტ, სხვადასხვა ტიპის მიდგომა დაჭირდეს. მაგალითად, ბავშვებისთვის შესაძლებელია სხვანაირი გზებით წავიდეთ, თქვათ, იმისთვის, რომ ფინანსური განათლება ავამაყლოთ მოსწავლეებში, ხოლო თქვათ, ზრდასრულისთვის შესაძლებელია სხვა დამოკიდებულება იყოს გამოყენებული, მათ შორის სხვადასხვა არხები, თქვათ, ფინანსური განათლების გავრცელების, იქნება ეს ინტერნეტი, იქნება ეს რადიო, თქვათ, მედია საშუალება, ბროშურა თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს სტრატეგია ამ ყველა დაინტერესებული მხარის რესურსის და იდეების მობილიზებას აკეთებს და გვეხმარება იმაში, რომ ერთიანად განვავითაროთ ქვეყანაში ფინანსური განათლებისთვის საჭირო ქმედებები. მედიის როლი როგორია? ნათი ახსენა მედია. რამდენად ჩართულია? ძალიან მნიშვნელოვანია. პრინციპში მეტნაკლებად ჩართულია თემის აქტუალობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მედია ძირითადად საზღვრავს იმ თემიდან გამომდინარე, რომელიც მაყურებლისთვის, ვთქვათ, მოსახლეობისთვის არის საინტერესო. ეს თემა ნელ-ნელა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, როგორც მედიისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, შეიძლება სამთავრობო უწყებებისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შექმნილია კოალიცია ფინანსური განათლებისთვის, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან თქვათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ძალისხმევა გაერთიანდეს, რადგან ერთი უწყება, ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთი ფონდი ამას რა თქმა უნდა ვერ მოერევა ამ პრობლემას. მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც გავსი რუბრიკების, გავსი გადაცემების, რომ ჩვენ ხშირად ვესაუბროთ, რადგან სამწუხაროდ ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი მიწოდებულ ბუკლეტსაც არ კითხულობს სათანადო, თუმცა ტელევიზორში თუ მას საინტერესოდ მოუყვებიან გარკვეული თემის შესახებ, ამას აუცილებლად მოусმეს და შესაძლებელია შენ უკვე დამატებით გაუჩნდეს სურვილი რაღაც ინფორმაციის მოძიების საშუალება კი არსებობს და ამისთვის ძალიან ბევრი წყაროა. ეს ყველა ბანკს აქვს, რაც ბრძანა გიორგი, ეს დაბეჭდილი და უნდათ თავის იმაში. ხო, თუმცა არ უნდა აგვერიოს მარკეტინგი და ფინანსური განათლება ერთმანეთს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება კომერციულ ბანკს კონდეს. მე ვიძებდა ნათი აგული, რომ ბენეფიციარი ამ შემთხვევაში ერთია. ის მარკეტინგის მსხვერპლი იქნება თუ იმას არ წაიკითხავს, ამ შემთხვევაში მსხვერპლი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და სრულად ვიზიარებ გიორგი კეპულაძის ნათქვამს, რომ ჩვენ რამდენიმე თემას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ, რასაც გიორგი მიმოიხილავდა თავის ნომრებთან და პარტნიორებთან ერთად საქმიან დილაში. ამ სიუჟეტმა გამიღრმავა მე პირიქით განცდა იმისი, რომ რამდენიმე თემა, რამდენიმე გზის დაბრუნება საჭიროებს. აპრობირებული სალომე თუ არის, რაც ბრძანე გულისხმობ ეს განათლების ეს მოდელი. გიორგი, თქვენის ნებართვით ერთი კითხვა. სხვადასხვა ეტაპებზე იგულისხმება თუნდაც ადრეული საბავშვო ბაღი, რაც სკოლის ასაკზე მიდიოდა საუბარი, მე მახსოვს რამდენიმე ხნის წინ საქართველოში. ახლა არც არჩევითი არის თუ არა? ხო, მაგრამ იცი რა არის, საერთოდ განათლებასთან დაკავშირებით სპონტანური დამოკიდებულება იყო ყოველთვის. რაღაცას ვიტყოდით, გაგვიხარდებოდა ვაშა და მე გავჩუმდებოდით. რა ისა გვაქვს გამოცდილება სოფლიოს სხვა ქვეყნებში. ყველამ გაიარა ეს თუ ეს რაღაცა ჩვენი უნიკალური მოდელი შეიძლება გახდეს. არა, ჩვენი უნიკალური მოდელი ვერ იქნება სამწუხაროდ, მაგრამ ანუ აიცით რა არის განათლების მიღება მაინც არ წინასწარ პრევენციას არ უკეთებს რაღაც პრობლემურ გადაწყვეტილებებს. ანუ მომხმარებელი შეიძლება ძალიან გათვითცნობიერებული იყოს რაღაცაში, მაგრამ მაინც მიიღოს არასწორი ფინანსური გადაწყვეტილება. ახლა მე ეს გულისხმობ თუნდაც ამერიკისა და თუნდაც ვთქვათ ევროპის მაგალითებზე, რომ შეიძლება იქ ვთქვათ ბაღიდან და სკოლიდან არის ეს საკითხები და საგნები ჩართული, მაგრამ რაღაც კრიზისამდე იქაც მივდივართ, ანუ ეს თავდაზოულები არასოდეს არავინ არ არის. უბრალოდ ჩვენთან საერთოდ ანუ ეს მინიმალურიც არ არსებობს ამ წუთისთვის და განათლების სამინისტროსთან ერთად და ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ თანამშრომლობთ, რომ რაღაც საკითხები სკოლის საგნებში შევიდეს რაღაცა კუთხით, რომ იყოს უფრო პრაქტიკული. ზოგადად იმაზე ვართ უფრო ორიენტირებული, რომ ყველანაირი ცოდნა, რაც ფინანსური კუთხით იქნება, იყოს პრაქტიკული და თქვათ, როდესაც საუბრობთ ბანკებში დაალაგებულ ბროშურებზე, ის არის ბროშურა, რომელიც ეხება ერთ კონკრეტულ პროდუქტს, ან ერთ კონკრეტულ, თქვათ, იქ რაღაც საპროცენტო განაკვეთის ახსნა განმარტება მიდის, ან თქვენი ხარჯების ასე შემდეგ. ეს კონკრეტულად ფინანსური განათლება არ არის და ნათიამ სწორად აღნიშნა, რომ ეს არის თქვათ რაღაცა ერთი კონკრეტული პროდუქტი.
პროდუქტის განმარტება ან მარკეტინგი, ხო? ფინანსური განათლება არის უნარჩვევები, რომლებსაც ადამიანი შეიძენს. ანუ ეს კიდევ ერთხელ მინდა ძალიან ხო, ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება. შეიძლება ერთ პროდუქტზე რაღაცა ინფორმაცია ბანკმა ამოწუროთ, მოგაწოდოს, მაგრამ ისჩვევა, რომ შენ რაღაცა კითხვები დასვა, რაღაცაში დაიჭრე, ან სხვა ბანკში წახვიდე და იგივე პროდუქტზე ინფორმაცია მოაგროვე და შემდეგ უნარი ქონდეს, რომ შეადარო ერთმანეთს. ნუ ხა კი ცოტა ისეთი გამომდის საუბარი რაღაც ფინანსისტი უნდა იყოს ეს როქნა, მაგრამ სინამდვილეში არა, უბრალოდ რაღაც რამოდენიმე მთავარი პუნქტია, რომელიც წინასწარ უნდა იცოდე და იმაზე გაამახვილო ყურადღება. და absolუტურად ელემენტარულ უნარებზე და უნარჩვევების გამომუშავება, ხო. მე მინდა გითხოთ, აი გასაგებია, რომ კონკრეტული ადამიანისთვის სასარგებლოა, როცა აქვს ეს ფინანსური უნარჩვევები, მაგრამ ეს სასარგებლოა მთლიანი ეკონომიკისთვისაც. აი რატო არ მთლიანი ეკონომიკისთვისაც? საერთოდ, როდესაც მოწესრიგებული ხარჯველი ყავს, მოწესრიგებული კლიენტი ყავს, როგორც ფინანსური ინსტიტუტსა, სექტორს და ეკონომიკას, რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ეს არის ყველასთვის კარგი. შესაბამისად, არც ვალის გასტუმრება გიჭირს, არც დანაზოგის გაკეთება გიჭირს. თან ისეთ პრობლემებშიც არ ვარდები, როგორც არის ჭარბვალიანობა, ეს ძალიან მტკივნეული თემაა და იმედი მაქვს, რომ მე თქვენი გადაცემას დაუბრუნდება ამ თემას. ბანკების დისკრედიტაცია ძირითადად ამ არგუმენტით მიდის ხოლმე, რომ ეს ჭარბვალი კი. საერთოდ მე პირადად ახლა იმასაც არ ვემხრობი, რომ აუცილებლად ბანკები ცუდია და ეს ძალიან დემონიზებული სექტორი ამ წუთში, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მათივე პასუხისმგებლობაც არის, რომ ფინანსური განათლების საკითხები შემოიტანონ მომხმარებელთან და უფრო აქტიურად ისაუბრონ ამაზე, შესაბამისად თავის იმისაც გაუმჯობესებენ და კიდევ ერთხელ მათ ბიზნეს საქმიანობასაც და შესაბამისად ეკონომიკასაც. ანუ დაცული ფინანსურად განათლებული მომხმარებელი კარგია ქვეყნისთვის. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის რა თქმა უნდა და შემდეგ როდესაც არ არის ადამიანი ვალით ან ვალაუვალობასაც უძახიან ამას, რომ იხდის თავის ვალებს, არის ფინანსურად ეს თქვა მოწესრიგებული განათლების მიღება არ უჭირს, სოციალური რაღაცა ხარჯების გამკავება არ უჭირს. ნუ ხარ რა თქმა უნდა სასახარო დანაზოგს აკეთებს, ხო? მე ამას იმედს წავიკითხე ძალიან საინტერესო რაღაც, რომ აი ესეთი დავუშვათ ძალიან ბევრი ყოფილა დამოკიდებული კულტურაზე, აკეთებენ თუ არა დანაზოგს და დანაზოგის მიხედვით მე გრძელი ფული აქვს სახელმწიფო შეუძლია რაღაცები გააკეთოს. ეს თურმე სამხრეთულ კულტურებს ზოგადად დაზოგვა არ გვახასიათებს. არ ახასიათებია. საჩინეც კარგი მაგალითი იგივე კულტურასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ იმათ აქვთ ესეთი ტრადიცია, რომ თუ ოჯახში არის ბიჭი, აუცილებლად უნდა იცხოვროს ცოლის მოყვანის შემდეგ დამოუკიდებლად. შესაბამისად, ჩინეთში მოსახლეობის დაახლოებით თითქმის ყველა აკეთებს დანაზოგს თავის შემოსავლის 50%-ს. იმიტომ რომ როდესაც ბიჭია ცდილობს რომ მე უკვე თავისი ბინა უნდა შეიძინოს და გადავიდეს ცალკე საცხოვრებლად. ასევე არ არსებობს შემოსავლის ნახევარს გადადოს მომავლისთვის. კი, მომავლისთვის დებს იმ ეტაპამდე, სანამ თქვათ დაოჯახდება და შეძენა. აი მე ფიქრობ ჩვენ რაღაც ფიქრები გავუჩნდა ჩინეთთან დაკავშირებით. კარგი. სამიანი ყოფილა ჩინი. და რა თქმა უნდა ის რომ დაზოგვის კულტურა განვითარებულია და ის რომ ადამიანები ახერხებენ თუნდაც თავისი მცირე შემოსავლით ხშირად არის პრობლემა რომ გვეუბნებიან რომ თქვენ ფული მომეცი და მე ვიცი როგორ დავზოგო ეს არ არის ფულიანებიც არ ზოგავენ მაგრამ ხო ზუსტად იგივე კვლევამაც აჩვენა რომ დაზოგვის კულტურა მით უმეტეს თქვა ბანკში რაღაც თანხის დაზოგვის კულტურა ძალიან დაბალია სამწუხაროდ და პლუს ერთი მომენტი ჩვენ დაზოგვას ცალკე გადაცემას აუცილებლად მიუძღვით ამ თვის ბოლოს არის სწორედ დაზოგვის საერთაშორისო დღე რომელიც საქართველოში აღინიშნება ძალიან მნიშვნელოვანი ასევე დაზოგვა ჩვენს ეროვნულ ვალუტაში რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას შემდეგ აგვარიდებს ის რომ დოლარიზაცია შემცირდება ის რომ გრძელი ფული რაც თქვენ აღნიშნეთ იქნება ქვეყანაში და ლარის რესურსი იქნება ეს იქნება უკვე წარმატება მთელი ქვეყნისთვის არა კონკრეტულად თქვა რომელიმე ბანკისთვის ან ცალკეული მომხმარებლისთვის ამისთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი კამპანიებია ჩასატარებელი დიდი შრომა ეროვნულ ბანკს თავის სტრატეგიაში უწერია ის რომ დედოლარიზაცია უნდა მოხდეს ნელ-ნელა და ლარში დაგროვების ახალისება თუმცა ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული და არა მხოლოდ რაღაცა ფინანსური განათლების ამაღლებაზე მხოლოდ დაზოგვის საერთაშორისო დღეს აუცილებლად შევუერთდეთ. კარგი, მე მანამდე ის თემა მინდა ნათიასთან ერთადაც გავაგრძელო. როგორ გავაკეთოთ, როგორ განვასხვავებინოთ და არის თუ არა რაღაცა ზემოქმედება ცუდი სიტყვაა, მაგრამ ბანკებიც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთნენ ამ პროცესში ყველა შემთხვევაში, მაგრამ ნათია ის რაც თქვენს ბრძანეთ, სადგადის ხარი მარკეტინგს და ფინანსურ განათლებას შორის და ეს თუ კარგად აქვს გაცნობიერებული კომერციულ ბანკებს, რომლებიც ვიზიარებს სრულად თქვენს პოზიციას, მე მეცაც დავამატებდი, რომ ამ თემას ძირითადად მაინც თავისი მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებდნენ. კი ბატონო, მიმდინარე ეტაპზე სამწუხაროდ
კომერციულ ბანკებს არიან ჩართულები, თუმცა არა ისეთი მასშტაბით, როგორც უნდა იყვნენ, რომ ამ საკითხის გაღრმავებისთვის, ასე ვთქვათ, და ასამაღლებლად. თუმცა, დავამატებ, რომ იგივე პროდუქტი, როგორც სალომე მახსენა, ის ბუკლეტი, რასაც კომერციული ბანკი აკეთებს, არის, ასე ვთქვათ, მარკეტინგისთვის და გაყიდვისთვის რომელიმე კონკრეტული პროდუქტის. იქ არის კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები, შესაძლებელია ეს იყოს მარტინ საპროცენტო განაკვეთზე მიმართული, შესაძლებელია იყოს, არ ვიცი, ფინანსურ ხარჯზე და სხვა, ვთქვათ, თვისებებზე ამ პროდუქტის, მაგრამ იქ არ არის, ვთქვათ, მოცემული სხვა იმისთვის დამატებითი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელსაც მოხმარებელი გამოიყენებს კი ბატონო, წავიდეს და შეადაროს. ბენეფიტები აბსოლუტურად არ არის, ამ შემთხვევაში. ბენეფიტი არის უფრო მარკეტინგული თვალსაზრისით გამოტანილი, კი ბატონო. ამისთვის საჭიროა, რომ ვთქვათ, გავაკეთოთ ისეთი ტიპის ბროშურები, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. სალომესთან ერთადაც და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად და ასე სხვა თანამშრომლ ორგანიზაციებთან ერთად გავაკეთეთ ჩვენ ვთქვათ, იგივე იპოთეკური სესხის ბროშურები, სადაც მოცემულია რა შემთხვევაში უნდა იყოს, როგორ უნდა დაითვალოს იმაზე პროცენტი, როგორ უნდა მოახდინოს თქვა სხვა გადაწყვეტილების მიღება და ასე შემდეგ. ესეთი ტიპის მასალა უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს მომხმარებლისთვის, ვიდრე ცალკეული პროდუქტის გარკვეული რაღაცა დეტალები. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი რუბრიკის განმავლობაში, რომელიც მთელი სეზონი გაგრძელდება, ვეცდებით, რომ იგივე კომერციული ბანკების წარმომადგენლების მოვიწვიოთ, მათთან ერთად ვისაუბროთ სწორედ ამ პრობლემატურ საკითხებზე, იმიტომ რომ მესმის, რომ მარკეტინგისთვის და გაყიდვისთვის კარგია იმ ბუკლეტში პლუსების ჩაწერა, მხოლოდ, მაგრამ ბევრ პროდუქტს აქვს ძალიან დიდი მინუსი, რომელზეც არავინ არ იცის სამწუხაროდ და არ ჭირდება ამას რაღაცა პროფესორობა, რომ ადამიანმა გაიგოს რა პრობლემაა კონკრეტულ პროდუქტზე, იქნება საკრედიტო ბარათი, იქნება 0%-იანი ეგრეთ განმავლობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამისთვის რა თქმა უნდა მუშაობა საჭირო და ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი რუბრიკის განმავლობაში მივცეთ ბანკებსაც, კომერციულ ბანკებსაც საშუალება, რომ გამოიქონ თავისი მოსაზრება, რას აკეთებენ ისინი ამ მიმართულებით და რამდენად სოციალურად პასუხისმგებლიანები არიან ისინი საკუთარი მომხმარებლების მიმართ. და ეს ყველაფერი აუცილებლად გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად, მადლობა სალომე მოისტრაფიშვილს, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყო ამ არაჩვეულებრივი რუბრიკის რეპრეზენტაციაზე. მადლობელი ვარ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ჭყონია იყო ჩვენი ასე ვთქვათ სტუმარი. სხვა შორის ამ განყოფილებაში რაც მახსოვს ყოველთვის ისეთი გამორჩეულად კარგი სპიკერები იყვნენ. რაც შეხება მე მქონია, ისევე როგორც ეროვნულ ბანკს უბრალოდ არ უყვართ ბევრი ლაპარაკი და ეს გასაგებია. ეროვნული ბანკი რატომ არ ლაპარაკობს ბევრს, მაგრამ Forbes-მა დაიწყო ყოველწლიური გამოცემა The Banker, რომელსაც ალბათ მივაკოდებით მე და შოთა დილაშვილი ამ კვირაში. განსაკუთრებით კვირის დასაწყის დღეებში, ამიტომ უნდა მოგვიტევოთ. უნდა მოგვიტევოთ რომ მივაკოდებით, მაგრამ პარასკევს ყოველას გიმასპინძლებთ მიღებაზე The Banker-თან დაკავშირებით. ყდაზე მშვენივრად ალაპარაკებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეა და ძალიან ბევრ სურპრიზს ნახავთ კიდე. მადლობა ჩვენ სტუმრებს, ახლა მე მგონი საინფორმაციო ამბები. შემოგვერდება ყოველ კვირას და სასარგებლო ინფორმაციას მოგვაწვის და ახლა უკვე დროა ბიზნეს სიახლეებს გავაკეთოთ. საქმიანი კვირა, საქმიანი დილა, რა ვქნათ, ესეთი ფორმატი.